That is fucked up. Stop. თუ გახსოვთ ადრე სკოლაში რომ მოდიოდნენ ხოლმე სამოდელო სააგენტოები სამოდელო ეჭირათ ხელში შემოვიდოდნენ კლასში გაკვეთილი ჩერდებოდა ყველა ფეხზე წამოვდგებოდით და აი ესე გიყურებდნენ რა თვალებს ატამოჭტავდნენ შენ და ესე 5-6 გოგოს აარჩევდნენ და მარტო იმათ აძლევდნენ ფლაიერებს წარმოიდგინეთ ძალიან დამანგრეველი არის ბავშვის ფსიქიკისთვის აი მე და შენ ესე ვდგავარ და დავით შენ ადექი და შენ არა არ ხარ ისეთი ლამაზი როგორ არის ყველაფერი ლეგალური ეგ მაინტერესებს. რამდენჯერ მოდიოდნენ? ფაიმე, ანუ არ ვიცი, ყოველ მეორე თვეს მაინც. ანუ ძალიან ცუდი იყო, ხვდები? ხანდახან ცდილობ რომ არ შეიმჩნია, მაგრამ თან ბავშვი როცა ხარ შინაგანად გინდა რომ აგარჩიან რა. და ერთხელ იმენა ამომასხარა წამოდექი და მეთქი, ანუ აი ესე ბავშვებს რო არჩევთ, ამდენად ნორმალური გონიათ ხო რა? და ანუ ბოი ქონდა მე და ბიჭი იყო რომელიც არჩევდა. მაგრამ თან ცოტა გაბოროტებულის პერსპექტივა მქონდა, იმიტომ რომ მე არ ამაყენეს და ისინი პიკ. და მე არა, შენთვისაც გვინდა დავამოგოცა. და გაჩნდე? არა? Period. იმიტომ რომ she is a girl's girl. Yeah. ანუ მართლა ძალიან ცუდია. მასწავლებლები რაზე ფიქრობდნენ მაგ მომენტში, იმიტომ რომ აი მაგ დროს დასრული ხო ზის მასწავლებელი, აი რატო არ აღკვეთეს საშინელება. ეგოს ურტყამს, თვითშეფასებას ურტყამს ყველაფერს. თან ისეთ გარდამტეხ ასაკში, როცა ისედაც პრობლემები გაქვს საკუთარ თავთან, საკუთარ ტანთან. რამდენჯერ მოგცეს ფლაიერი თუ გახსოვს? იშვიათად ხდებოდა. შენ ახალი გაქვს თორე ეს ფლაიერები და რატო არის ჩარჩოში შენი ლოგინის გვერდზე?